მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ გუშინ დემოკრატიულ გაბრწყინებულ ჯორჯიაში საქართველოს აწუყვე ყოფილმა უშიშროების შეფმა ბატონმა მდინარაძემ განაცხადა, რომ გისმენთ და ორმაგად გისმენთ ინფორმაცია 30 ჯერ გვაქვს გაზრდილი. აბა თქვენ რა გეგონათ? მე ამ ყველაფერს დავმალავდი? აკლეთ. აი, ეს არის ისეთი დემოკრატია, რომელი დემოკრატიაც ჩვენ შეგვპირდა დალოცვილმა ბიძინა ივანაშვილმა და ბიძინა ივანაშვილმა აგვისრულა ეგ ყველაფერი, რომ რა თქმა უნდა, მოსმენები არის 30 ჯერ, 50 ჯერ, 60 ჯერ გაზრდილი და ეს ისევე თქვენი უსაფრთხოებისთვის. Big brother watching you. აბა რა გონიათ თქვენ? ჯორჯ ორუელი გენიოსი იყო. დიდი ძმა გითვალთვალებს. აბა რა ფერ გიგონათ ახლა თქვენ ბიძინე პენსიაში გაგიშვებდათ, ბიძინე დემოკრატიულად ცხოვრების საშუალებას მისცემდა, ბიძინეს საქართველოში სამართალს ნახავდა ვინმე და სამოქალაქო უფლებები იქნებოდა დასული, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ძველი ნაცების დროიდან განსხვავებით დღევანდელ პერიოდში ეს მოსმენები აბსოლუტურად ყველა არის ლიცენზირებული და ყველაზე აქვს დარტყმული ბეჭედი სასამართლოს და მოსამართლეს, რომ მოგისმინოთ. მოკლედ გუშინ ეს საერთოდ ქართულ ტელევიზიებს არ უყურებ და ესეთ რაღაცები რო გავრცელდება, თუ რაღაცა ინტერესის გამოიწვევს, მე თუ გადავახვევ და ვნახავ და აი დაახლოებით ასე მოხდა, ბოლომდე მაინც არ მომისმენია, იმიტომ რომ ძირითადი რაც იყო, რაც ეს ვაჟბატონმა რაც როშა იარაღის დაშლა აწყობის არ მცოდნე გენერალ-მაიორმა რაც გამოვიდა და დაახეთქა, მაინტერესებდა უბრალოდ სინამდვილეში რასთან და ვისთან მქონდა საქმე და საერთოდ რას გეგმავდა ეს ბიზნეს ზოოპარკში, რა იგეგმებოდა ეს ახალი თანამდებობა და ეგ ყველაფერი და ზოგიერთი რო ეძახოდა, რომ იშორებენ მამუკას, მოიშორებენ. როდის იყო ხალხო? როდის იყო? ეგეთ ბინძურ ადამიანებს ვინმე იშორებდა. ირიქით. ვერ ხედავთ? უნდა გაფართოვდეს მისი შესაძლებლობები, იმიტომ რომ ტიპი არის დაბადებული ამ საქმისთვის, რომელსაც არ შეუძლია რაიმე კაცური, ვაჟკაცური ელემენტი გააჩნდეს, ის არის თავიდან ბოლომდე სისტემის მონა, ისევე როგორც ირაკლი ყობახიძე არის პოლიტიკური ცხოველი, როგორც მისმა გერმანელმა ლექტორმა განაცხადა, რომ ეს ადამიანი არისო პოლიტიკური ცხოველიო და მას ეგონა და ბევრს ეგონა, რომ პოლიტიკური ცხოველი კარგს ნიშნავს. პოლიტიკური ცხოველი ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანს შეჭამს თავისი პოლიტიკური ინტერესების გამო და პოლიტიკური მიზნების გამო. აი ის არის ეს ვაჟბატონიც. საკუთარ ოჯახის წევრებს შეჭამს იმისთვის, რომ იქ იყოს. და დაადასტურეს თვითონაც, ღიად დადასტურებული არის ის, რომ მოსმენები რაც იყო, იმაზე 2-3 ჯერა გაზრდილიო და 30 ჯერაო ინფორმაციის ნაკადიო გაზრდილი. ხალხო, თქვენ გონიათ, რომ საქართველოში რაიმე, აი, რომელიმე პოლიტიკური პარტია მართავს, პარტიული სტრუქტურით, კიდე მინისტრები მართავენ, ნებავთ პარლამენტი ღებულობს რაიმე გადაწყვეტილებას, აი მართლა გონიათ ეგეთი რაღაცა? ვიღაცებს აქვს იმის განცდა, რომ მინისტრები, ვიღაცა მოლაპარაკე თავები პარლამენტში მართავენ ქვეყანას და ეს ყობახიძის მართული ტყუილია ეს ყველაფერი. ესენი ყველა არიან ნომინალური პერსონები. ეს არის ნომინალური პერსონა, რომელიც საჭირო არის აი დამპალის სისტემის ფუნქციონირებისთვის. დამპალის სისტემა არის უშიშროებაში და აი ფარდის უკუღმა, სადაც წყდება ყველანაირი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და შემდეგ ეგზავნება ეს ყველაფერი პარტიულ ვირთხებს, პარტიულ ნომენკლატურას და ისინი უკვე ამ ყველაფერს კანონმდებლობაში არ ვიცი ჯიგარო მე დამისვით კითხვები
მერე პარტიულ ნომენკლატურაში ეს ყველაფერი აეწყობა ასე რომ ვითომ სახელმწიფო მიიღო კანონი და ეს კანონმდებლობა არსებობს და ვითომ პარლამენტი არსებობს, პრეზიდენტი არსებობს, პრემიერ-მინისტრი არსებობს და ესენი და დიდი ახლა და ედავე ახლა, იმიტომ რომ ფორმალურად ესე არის, მაგრამ გადაწყვეტილებების მიმღები არის ბიძინა ივანაშვილი, აი ეს დამპალი სისტემა, რომელიც არის შენიღბული მთელი ამ ხნის მანძილზე და მუშაობს ასე. ახლა დღეს ჩვენ რასთან აგვაქვს, რა საქმე, აი რა იგეგმება მომავალში, რატო გადაყავთ ეს იარაღის დაშლა აწყობის უცოდინარი გენერალ-მაიორი დინარაძე ახალ თანამდებობაზე, სადაც და რა უნდა გააკეთოს მან და აი რა გეგმები აქვს ქოცურ ხელისუფლებას რა. ეს კარგად დაიმახსოვრეთ ეს ყველაფერი, რასთან აგვაქვს საქმე. რეალობაში ყველაზე მეტი აი ხშირად იციან თქმა, რომ საბჭოური მართლობის სტილი, რაცა კგბ-ს სტანდარტებით, რაღაცეებით მუშაობს ქვეყანა. დამიჯერეთ ხალხო, აი კგბ-ს არც დაესიზმრებოდა ის მასშტაბები, რა მასშტაბებიც აქვს მიღებული აი კოცების ხელში გიბრიდიზირებულ ნაცების სოს კუდს, მეც რა ერქვა, სოდ კუდს ერთად და რომელიც გადაიქცა სუსად. და არც ეს არ არის ქართული ფენომენი, ნამდვილად არ არის ეს ქართული ფენომენი, არსებობდა ამათ რისი მოფიქრების თავი აქვს საერთოდ. არსებობდა ისტორიაში ესეთი სპეცსამსახური, რომლის მსგავსი ანალოგიაც იქამდე ჩრდილოეთ კორეაშიც არ არის და არ იყო ეს სადღაც იქეთ გადასაკარგავში რომელიღაც ან აფრიკის ქვეყნებში ან აზიის ქვეყნებში, აი დიქტატორ ბნელ ქვეყნებში, ეს იყო პირდაპირ ცენტრალურ ევროპაში ეს სამსახური, ეს იყო აღმოსავლეთ გერმანიის სპეცსამსახური შტაზი, რომელიც შეიქმნა 1950 წელს და ფუნქციონირებდა 1990 წლამდე. გერმანიის გაერთიანების შემდეგ ლიკვიდირებული იქნა ეს სამსახური და მოკლედ მთელი ამბები, რომელიც ითვლება ისტორიაში ყველაზე მეტი აი ისეთ სტრუქტურად, რომელიც სტრუქტურაც პრაქტიკულად ყველა ოჯახში იყო ჩანერგილი. და ყველაფერს აკონტროლებდა, ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა, ეს რაღაცა საშინელი სისტემა, რომელიც არაოფიციალურ მართლობას ახდენდა სახელმწიფო სისტემის, ისინი არათუ ინფორმაციას აგროვებდნენ, ვიღაცას იჭერდნენ, ვიღაცას არაოფიციალური გარჩევები იქნებოდა, ეს ქუჩის გარჩევები იქნებოდა, ადამიანის ცხოვრების დანგრევა იქნებოდა, არაოფიციალური პატიმრობა იქნებოდა. მაშინდელი აღმოსავლეთ გერმანია წარმოადგენდა დაახლოებით 16 მილიონიან მოსახლეობას. საიდანაც როგორც გავრცელებული ინფორმაცია არის, ზუსტად არავინ არ იცის, თუმცა მინიმუმ 2 მილიონი შტაზის თანამშრომელი იყო. 2 მილიონი. და ამ სისტემას ძირითადად 50-იანი წლებიდან 53 წლიდან მოყოლებული 1986 წლამდე სანამ პენსიაში არ გავიდა, მართავდა აი ეს პატივცემული პიროვნება ვულფი გვარად, რომელიც თავისი ბიოგრაფია ჰქონდა და ძალიან დიდხანს იცოცხლა სხვათა შორის 2006 წელს გარდაიცვალა, თუმცა გერმანიის გაერთიანების შემდეგ მოუწია გაქცევა, ხან რუსეთში, ხან ავსტრიაში ჰქონდა პოლიტიკური თავშესაფარი მიღებული, მერე გერმანიაში იყო ცოტა ხანი ასამართლეს, ამასდეს, გამოვიდა შემდეგ და 95 წლიდან უკვე უპრობლემო ცხოვრობდა გერმანიაში, მაგრამ აი ამ კაცის დამსახურება იყო თუ რასაც წარმოადგენდა გერმანული შტაზი. ეს იყო NKVD-ის სისტემაზე დაფუძნებული გერმანული ჰიბრიდი, რომელმა ჰიბრიდმაც მოიცვა ყველა და ყველაფერი. ადამიანები მიყავდათ თვითმკვლელობამდე, ადამიანებს ამწყდებდნენ საგიჟეთში, წაიკითხეთ ელემენტარული ინტერნეტში ჩაწერეთ თუ რა წარმოადგენდა შტაზი. ესე იგი ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ მაგალითად არასასურველი ადამიანის, მაგალითად რო პიროვნების გასანადგურებლად, ხო? აი ადამიანი გავიდოდა სახლიდან, შევიდოდნენ სახლში,
შეუტრიალებდნენ წიგნების კარადას, მაგიდას, სკამს, შაქრის მაგირად მარილს ჩაუყრიდნენ, მარილის შაქრად შაქარს ჩაყრიდნენ, რაღაცებს აურევდნენ, მოვიდოდა ადამიანის სახში გაუგნებული დახდებოდა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ну ფსიქიკური პრობლემები დაწყებოდა და ასეთ ეხავდნენ ოპონენტებს რა. ну სახელმწიფო არაფერ შვაში არ იყო, აქ სასამართლო არაფერ შვაში არ იყო, აქ პოლიცია ოფიციალური არაფერ შვაში არ იყო, მაგრამ არასასურველ პიროვნებებს ანადგურებდნენ. აი ამ ყველაფრის ჰიბრიდი არის უკაცრავად რა ეხლა თან გელაპარაკოთ და თან პასუხი გაგცეთ არ გამოვა. ვისაც აქვს კითხვები, თუ შეიძლება მოისმინეთ და დამისვით ბოლოში და გაგცემთ პასუხს. აი ამ ჰიბრიდთან აგვაქვს ჩვენ საქმე. და როდესაც 99 წელს, როდესაც დაიწყო გერმანიაში ნგრევა საბჭოთა სისტემის, აი საბჭოთაც არ ერქვა ეს აღმოსავლეთ გერმანული ფენომენის სისტემის ნგრევა, როდესაც დაიწყო მაშინ გახდა ბევრი რაღაცა ცნობილი თუ და ახლა მოსკოვზე ზედმეტი იყო იქ რამის მოდიშ ხიხით მეგობრებო, არ ვიცი ტექნიკური ხარვეზი იყო, არ ვიცი მუშაობენ ახლა ბიჭები ამ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ჩვენი გენერალ მაიორი ბატონი მამუკა როგორც იტყვის გუშინ ამბობდა გადაცემაში რომ ბიჭებიო მუშაობდენო მაგრათო და მარტო ბიჭები არაო აი გოგოებიცო მუშაობდენო თავისთავად გოგოების გარეშე როგორ შეიძლება აბა ახლა სუსმა იმუშაოს და არ ვიცი შეიძლება ოპერატიული ტექნიკური დეპარტამენტიც მაგრად მუშაობს და გაგრძელებს ეს ყველაფერი. მოკლედ გესაუბრებოდით იმასთან დაკავშირებით თუ რეალობაში რას წარმოადგენდა ის აღმოსავლეთ გერმანული ფენომენი, რაც იყო შტაზი, რომლის ანალოგი არის ზუსტად ქართული ეგრეთ წოდებული ქართულთან არაფერი შეხება არ აქვს. აი ამ სიმახინჯის წარმონაქმს, რასაც სუსი ქვია და გამომდინარე აქედან იქნება ახალი სამსახური. ну რა თქმა უნდა დამიდასტურდა ის ფიქრი, რომელი ფიქრიც მქონდა თავისთავად ბატონ მამუკესთან და სხვებთან დაკავშირებით. ამ კაცს გენერალ-მაიორობა მისცეს ბოზობაში. ეს პირდაპირ ახალი ოფიციალური თანამდებობა არის და ოფიციალური წოდება არის, იმიტომ რომ არანაირი სამხედრო დამსახურება და არანაირი სამხედრო განათლება და ძალოვანი სტრუქტურის განათლება ზოგადად ამ კაცს არ გააჩნია. თავისთავად ბოზობაში აქვს მიცემული ეს ყველაფერი და ჩათლახობაში აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ნაცებზე ორჯერ მეტად გვისმენენ, ნაცებზე ორჯერ მეტად აკონტროლებენ სიტუაციას, ინფორმაცია 30-ჯერ მეტი აქვს, ვიდრე ნაცების დროს იყო და ეს არის მაჩვენებელი იმის, რომ არანაირი რა დემოკრატიაზე, რა ადამიანის უფლებებზე და რაზე არის ლაპარაკი. თავიდან ბოლომდე ეს ქვეყანა თანდათან არის გადაქცეული ჩვეულებრივ ეს ივანაშვილების საფაშოთ და რასაც უნდათ ამ ქვეყანაში იმას გააკეთებენ და იმას იმ დოკუმენტს შექმნიან და არასასურველ პიროვნებას ისე გაანადგურებენ, როგორც თავის დროზე ანადგურებდა შტაზი და ასე ხდება საერთოდ. და აი ამაში აძლევენ ახლა ამ ადამიანს ამ ყველაფერს. ამ ადამიანს ამ გენერლობას, ამ წოდებებს და ესე იმართება საქართველოს საერთოდ. ეს არის ამათი სტილი არის ესეთი, დღეს ახლა მით უმეტეს ინტერნეტი არის, სოციალური ქსელი არის, ბოტროლების ზაუდები არის შექმნილი, რომლითაც ხდება ადამიანების განადგურება, გაშავება და აი ზუსტად მაგაზე მინდოდა ლაპარაკი. გარდა იმისა, რომ შტაზის მაგალითზე რო არ ვილაპარაკოთ, აგე რა ბატონო, შორს რა თმინდა წასვლა ახალი მადლობა ბატონო გენერალო, სხვათა შორის შენ და შენ ბიჭებს და შენ გოგოებს, რომ ასეთ ჭორების გამავრცელებელი საზოგადოება რო გაქვს შექმნილი სუსში, აი მე არაერთხელ გამხვდარ ვარ ამათი მის ობიექტი და ახალი ის შექმნეს თურმე, არ ვიცი აქ კარგად ჩანს თუ არა, მოიცა გაჩვენებთ სადაც თურმე გეიგე გოგო ახლა ხან გავიგე ლამის გული გამისკდეს, ვიღაცა წერს
ცხოველების დაცვის ჯგუფში და გაკეთებული იმით ფოტოშოპით ჩემი ისა რა ქვია თავი დადებული ვიღაცის იმაზე რომ ეს ნაძირალა ერმილე ნემსაძე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში დაუნიშნიათ რა ბედიელით მის ხელში ცხოველებს აი ამ ჯალათის აი ახლა კი ცოცხლად ალბათ დაიწვება ეს ყველაფერი და ბიჭო ყველაფერი მაგრამ მეძაღლე არ ვიყავი აქამდე და ახლა მეძაღლეს გამხადეთ მადლობა ბატონო მამუკა აი თქვენ მართლა გჯობიათ ძაღლები თქვენ მართლა გჯობიათ კატები თქვენ მართლა გჯობიათ რა ვიცი გველი რო გველია ისიც კი გჯობიათ და მოკლედ ახალი თანამდებობა ჩამაბარეთ ხო აი ეგრესა ორი ძაღლი არის ის მაბარია და სამი კატა და ვასეირნებ ამ ლამაზ ბუნებაში აი ეს და დამყავს და მიმყავს და მომყავს ეგერა ძაღლი ხო და ეს დასირებული ხალხი ეს სირთა ჯოგი ეს ნახირი უბრალოდ აი დააკვირდით ეს ძაღლმადიდებლები რო გეუბნებით სწირები ხართ დიდიან პატარიანად ქალიან კაციანად ბიჭო კაცი 4 წელიწადია ქვეყანაში არა ვარ დამყოფი სამდა ქვეყანა მიცის რომ ამდენი ხანია ყოველში ვისაც გაუგია ჩემი სახელი ყველა მიცის რომ 4 წელიწადია არა ვარ დამყოფი რა ის ძაღლების იმათ უნდა დაუნიშნულიყავი ან ვის უნდა დავენიშნე მეძაღლეთ და ძაღლების მომვლელად ძაღლი მიგაგვდათ ნაცებს და ქოცებს და მამუკა მდინარაძის თამადობით ყველა იმას რა ქვია გადაგვარებულ სუსის თანამშრომელს აგენტ პროვოკატორს დააკვირდით ღმერთო რა სიფათი აქვს სატანის მოციქული ეს მართლა მოკლავს ძაღლებს კიდევ ერთი ჯალათი საცოდავი ცუგები ეს ინფო ნაღდია და ნუ ახლა იქ უნდა ნახო რა მთელი საგიჟეთი რაც ტრიალებდა აი ამას აკეთებს მდინარაძის სისტემა ამისთვის მუშაობს მდინარაძის სისტემა ეს არის მისი ქართული სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელწერა ერთ-ერთი რასაც შტაზი აკეთებდა პიროვნების იმიჯის შერყევა გავრცელება რომ ის არის ლოთი გავრცელება რომ ის არის ნარკომანი გავრცელება რომ ის არის მესაჯდომე და 1000 უბედურებები და ჭკუიდან გადაყვანა რა ადამიანების აი ამაში აძლევენ ამ ადამიანს გენერალ მაიორობას მაგრამ როგორც შტაზელებს დავუმთავრდათ მე ცუდად ადრე თუ გვიან თქვენც მასე დაგიმთავრდებათ და მე მინდა გითხრათ აი სუსში ხო ხართ ადამიანები უამრავი ნორმალური ადამიანია იქ თუ ბოზი და ჩათლახი არის ხალხი რომელსაც ნამდვილად აქვს პატრიოტიზმის განცდა და ნამდვილად უყვარს ქვეყანა და გონია რომ ის საქმეს ემსახურება ბევრთან ურთიერთობაც აქვს და ბევრის ინფორმაციამ თავის დროულმა ინფორმაციამ გადამარჩინა მეც და ჩემი ოჯახიც რომ ამათ ხაფანგებში არ ჩავარდი და სინდის ნამუსი აწუხებთ აი ამ ადამიანებს ამ პროფესიონალ ადამიანებს ვისაც სამშობლო უყვართ და მართლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობენ რა მაგალითს აძლევთ ბიჭო რა მაგალითს აძლევთ ვიღაცა დედაძაღლი რომელმაც საერთოდ არ იცის არც დედმამიშვილი იცის არც ბიძაშვილი იცის არც საკუთარი მშობელი იცის არც ნათესავი იცის რა იმას სამშობლო როგორ უნდა იცოდეს როგორ უნდა გელაპარაკოს შენ ნებისმიერ თალაკვაძეს გააკეთებიეს ბინძური საქმეები და მოისროლეს იმით რა ქვია ნახმარი პრეზერვატივები სხვათა შორის ჩემი ინფორმაციით აქ ბატონი მამუკა გენერალი მამუკა მდინარაძის გენერალ-მაიორი მამუკა მდინარაძის დიდი წვლილი არის შეტანილი იმიტომ რომ როგორც თავის დროზე თურმე როგორც ღარიბაშვილს ჩაუწერეს ლანძღვა და გინება თურმე ბიძინას მიმართ იმასაც ჩაუწერეს თურმე ლანძღვა გინება ბიძინესი და მიართვეს ბიძინეს და ბიძინემ ადგა და მოიშორა ეხლა საინტერესო იქნება სულ მალე მდინარაძე და ესენი რო შეჭამენ ერთმანეთს მაგრამ უკვე მაგისტვის მომზადებული აქვს კობახიძე რო შეჭამენ ერთმანეთს მაგისტვის უკვე ბიძინეს წინასწარ აქვს მომზადებული აი ამას ეწევა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური აი ესეთ სიბინძურეებს
და ესეთ ნაძირლობებს და ამას ეძახით ბიჭო თქვენ სამშობლოს სიყვარულს, ამას ეძახით თქვენ პატრიოტიზმს. არა, ეს სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი. ნამდვილ პროფესიონალებს რა მაგალითს აძლევთ? რეალურ პროფესიონალებს რა მაგალითს აძლევთ? გინდა პოლიციაში, გინდა ჯარში, გინდა იგივე უშიშროებაში, რომლებმაც ჩვენზე უკეთესად იციან ვინ არის მამუკა მდინარაძე. რას ეუბნებით თქვენ ამ ხალხს? ეუბნებით იმას, რომ აი ესეთი იმით, რა ქვია, კარიერული წინსვლით, ეგეთი კარიერული წინსვლით შესაძლებელია საქართველოს ეგეთი უბრალოდ ეგეთი გზით შეიძლება მიიღწეოდეს საქართველოში წარმატება. ნებისმიერ სუსის ოფიცერს მოგმართავთ. აი ნებისმიერ სუსის ოფიცერს მოგმართავთ. იმათ არ მოგმართავთ, იმათ რომ ყავხართ შნირებად რო ხართ გადაქცეული და ყველაფერს რო უაპელაციოთ ასრულებთ. აი ვისაც მართლა ჩეკისტები ხართ რო იტყვიან ესეთი ის ახლა ჩეკისტი სხვანაირად არ გამიგოთ, მაგრამ ვინც იმ პროფესიით მოწოდებით უშიშროების ადამიანები ხართ, სამშობლოს ასიკეთოთ. აი მამუკა მდინარაძის განვლილი გზა კარიერული წინსვლისთვის. ჩემზე უკეთესად იცით თქვენ პიროვნება, რომელიც ერთ დღეს გახადეს კაპიტანი 25 დეკემბერს და 26 დეკემბერს გახადეს უკვე მაიორი და მერე 9 მარტს ვიცე-პოლკოვნიკი, 9 აპრილს რა ქვია პოლკოვნიკი და 21 აპრილს გახადეს გენერალ-მაიორი. ასე რომ კარიერა არ იწყობა, თქვენ ხო კარგად იცით. და თქვენ წვალობთ, თქვენ აკლავთ თავს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას. თქვენ ასრულებთ ყველა შავ სამუშაოს და ესენი ხდებიან გენერლები და მაიორები. აი, ყველანაირად გარყვნილი სისტემა. ამ სისტემას ვერანაირად ნორმალური ადამიანი ვერ დაუპირისპირდება. ამას ნებისმიერ ადამიანს გატეხავს. და არასდროს არ გამოვა ქვეყანაში არაფერი, სანამდე აი ეს შტაზირებული სისტემა იქნება, რომელსაც ბიძინა ივანაშვილი და მისი ჯოგი გამართავს. და აი იმ ხალხს, რომლებიც მიშას უწუნებდით, მოსმენებს და მიშას დროს თვალს და მიშას დროს იმას, რა ქვია, დღეს რატო არ იღებთ ხმას? რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, რომელ ქვეყანაში ვცხოვრობ? აი რა მნიშვნელობა აქვს? მეტი კითხვა არ გაგიჩნდა? არ ვცხოვრობ რომელიმე ერთ კონკრეტულ ქვეყანაში, ხან ერთ ქვეყანაში ვარ, ხან მეორეში, ხან მესამეში. რა მნიშვნელობა აქვს? 4 წელია ქვეყნიდან ვარ წასული. რა არ მოუგონებიათ უშიშროების აი ამ ჭორების გამავრცელებელი საზოგადოებიდან. ხან 6 წლის ბავშვისთვის მხედრიონელობა დაუბრალებიათ 91 წელში. ხან რა ვიცი რუსეთის აგენტობაზე და ამაზე არა ლაპარაკი რა. ლოთობაზე, პიდარასტობაზე, ჩათლახობაზე, ამაზე აღარა მაქვს ლაპარაკი. 1000 ბოროტება, 1000 ბინძურე. ახლა მეძაღლეობა დამაბრალეთ? არ ვარ საერთოდ ქვეყანაში და იცის ეს ყველა, მაგრამ მე ერთი რაღაცა მიკვირს, იცი? აი ესეთი საქართველოსთვის იბრძოდით 2012 წელს? არ მე აზრი რო არ აქვს, მე ვიცი. 2012 წელს აი ესეთი საქართველოსთვის იბრძოდით? და ესეთი საქართველო გინდოდათ? სადაც ოფიციალურად ბოზობაში და ჩათლახობაში მიიღებდნენ გენერლობას და გენერალ-მაიორობას? და ქვეყანაში სადაც წესიერი, პატიოსანი, ვაჟკაცი, მართალი ადამიანი ჩვეულებრივად იქნებოდა, სადაც ივანაშვილების ოჯახი იქნებოდა, იმათ რა ქვია, გადაქცეული ლამის მონარქად. ეს გინდოდათ? ერთადერთი გამოსავალი არის, მე მინდა ეხა დღეს სულ სხვა კუთხიდან ეს ყველაფერი დაგანახოთ. ერთადერთი გამოსავალი რაც აიხა თქვენი შრომა, თქვენი წვალება, ჩემი შრომა, ჩემი წვალება სისულელია ეს ყველაფერი. ამ ბოროტ სისტემას ჩვენ ვერაფერს ვერ უზამთ. ვერც ხელებს მოუჭრით, ვერც თავს მოუჭრით, ვერც ყურს მოუჭრით. იმდენად დიდია, იმიტომ რომ მე ეს ისედაც ვიცოდ. მე როდესაც უშიშროების მასალები ჩამივარდა ხელში და შევისწავლე უშიშროების მასალები და მათი აგენტურა და მათი აგენტურის სიები გაოგნებული ვიყავი იმით, რომ
თითო კორპუსში 14 ნასეტკა მაინც ყავდათ. ნასეტკა, მართლა ნასეტკა. ეს არ არის ქვეყანა რო იყოს რეალურად ეროვნული სახელმწიფო რომ იყოს საქართველო, ნამდვილად რო ეროვნულ სახელმწიფოს წარმოადგენდეს საქართველო, პირველი მე ვიქნებოდი უშიშროების მივიდოდი ჩემი ხელით დავწერდი განცხადებას და ვიტყოდი ჩემი თავით, სულით, ყველანაირად საქართველოს უშიშროებისთვის და სახელმწიფო სიკეთისთვის გამომიყენეთ რაშიც გინდათ. სიცოცხლეს გავწირავ. იმიტომ რომ ნებისმიერ ყველა ქვეყანაში, რომელიც რეალურად იმართება პატრიოტებიდან და რომელიც არის რა პრობლემაა მაგალითად რუსული იმპერია არის, რუსულ იმპერიაში FSB-ში მუშაობა პრიორიტეტად ითვლება. მიბრძანდით ბატონო შეერთებულ შტატებში FBR-ის ЦРУ-ს თანამშრომლობა თუ ითვლება სირცულად არ ითვლება. ყველა ებრაელი მოსადის აგენტია. აბსოლუტურად ყველა ებრაელი არის მოსადის აგენტი, ჩვეულებრივი. იმიტომ რომ ის ქვეყანა თავიანთი მოქალაქეების ინტერესებს იცავს. საქართველოში რატოა ასე? იმიტომ არის ასე რომ საქართველოში უშიშროების აგენტობა და უშიშროების თანამშრომლობა ეს ითვლება რომ ეს არის ყველაზე ბოზური, ანტიქართული, ანტიეროვნული სამსახური, რაშიც შეიძლება ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. არა არ ნერვიულობ ახლა, რაზე ნერვიულობ? მეძაღლეთ თუ გამომიყვანენ ახლა მაგაზე ვინერვიულებ. მეძაღლეების თამადობით, ძაღმადიდებლებით დაწყებული და ემე დამთავრებული, ყველას მართლა მირჩევნია ერთი ძაღლი საქმეზე რომ იდგეს. ის არაფერს არ დაგიშავებს და ესენი ქვეყანას მაინც ვნებენ. ეს მეძაღლეების სექტა სხვათა შორის უშიშროების შექმნილი ბანდა არის. და მე რატო ვამბობ ახლა ამას? ერთადერთი გამოსავალი ყველაზე მეტი სასიცოცხლოდ გადარჩენა ამ ქვეყნის არის ერთადერთი რამე არის ახლა ძალიან თოთ ყურადღებით მომისმინეთ რაზე მაქვს საუბარი. ჩვენი ქვეყნის გადარჩენა არის ერთადერთი რამიდან ერთი რაღაციდან შეიძლება იქნას საქართველოს გადარჩენა ყოველთვის ამით წამოსულა და ყოველთვის ამით შეიძლება დაიწყოს, როდესაც ქვეყანას აი ამ დონეზე უჭირს. ეს არის მართლმადიდებლური ეკლესია. როდესაც მე-11 საუკუნეში, მე-12 საუკუნეში ძალიან უჭირდა საქართველოს და ქართველ ერს ყოველთვის სათავე ამ ყველაფრის. იმიტომ რომ ერის ფიზიკური გაჭირვება ერთია და სულიერი გაჭირვება მეორე. ქვეყნის გადარჩენა დაიწყო რუის ურბნისიდან, ხო? ანუ საქართველოს ეკლესიიდან, საპატრიარქოდან. ხო და დღესდღეობით მომდგარი არის, კარს არის მომდგარი საქართველოში პატრიარქის არჩევნა. გარდაიცვალა პატრიარქი, როგორი იყო, ვინ იყო, რა უკეთებია, რა არ უკეთებია, ემოციურ ფონს რო თავი გავანებოთ, გავა დრო. ისტორია ყველაზე მეტი უკეთესად შეაფასებს ილია მეორის მოღვაწეობას. ის რაც დაუთესია, რაც მოიმკება მომავალში. მე არ ვაპირებ ახლა ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბარს. წაბრძანდი ბატონო მამუკა რას ვაკეთებ და დედაშენთანა ვარ, აგე რა, დედაშენთან. ურჩები ახლა ლაივს და დედაშენთან წავალ. მაგისთვის ვარ ევროპაში წამოსული, რომ დედაშენი მიყვარდა ბავშვობაში და აქეთ ყოფილა და მაგასთან ცხოვრობ და წამოდი და უშველე დედაშენს. ესეთი ბინძური ადამიანი რო ხარ, ასეთ პასუხს იმსახურებ. ერთადერთი გამოსავალი არის რა? ერთადერთი გამოსავალი არის გაჯანსაღება და გაწმენდა ეკლესიის და ეკლესიაში ჭეშმარიტი ქრისტიანი მართლმადიდებელი პატრიარქის მოყვანა. არ მაინტერესებს, ვისაც გინდათ რა აზრიც გქონდეთ, ვისაც გინდათ რა შეხედულებაც გქონდეთ, მე მაგ თქვენი აზრია, მე არავინ მეკითხება ახლა არავის არჩევანს, მაგრამ ერთი რაღაცის თქვა მინდა. შიო მუჯირი, რომელიც არის ქოცების რჩეული და რასაც ლობირებს თავიდან ბოლომდე ქართული ოცნება,
რასაც ლობირებს ეს აყროლებული ივანაშვილი და მისი ურიების სექტა საპატრიარქოში, იგივე ჯაღმაიძე, იგივე შორენა და სხვა მთელი ეს ბიონაგავი და რომლებიც ჯერ იყო და აქამდე იყო და პატრიარქს ეფარებოდნენ ყველაფერში, რასაც გააფუჭებდნენ და ეკლესიას და სარწმუნოებას ეფარებოდნენ და ახლა ამის თქმა არ შეიძლება, ახლა იმის თქმა არ შეიძლება. ეხლა როგორ პატრიარქი მოხუცია ცუც ნუიტყვი რაღაცას, იმიტომ რომ ყველაფერი პატრიარქზე მიდის, თვითონ პატრიარქი იყო ყველაფერზე პასუხისმგებელი. ესენი სად იყვნენ ამას? ეხლა აღარა პატრიარქი. ეხლა ვის ამოეფარებით? ძალიან საინტერესოა, მაგრამ ეხლა ეფარებით იმას, რომ თქვენ თურმე ესე იგი პატრიარქმა თანამოსაყდრეთ, რადგანაც აირჩია თურმე შიო, ეს იმას ნიშნავს, რომ თურმე ესე უნდა იყოს და ესე უნდა იყოს. მე მყავდა ვიდეო ეთერში სტუმრად მონაზონი დედა თამარი, რომელმაც ძალიან კარგად და შავით თეთრზე გარჩევით მარტივად თქვა თუ ვინ არის შიო მუჯირი. შეუძლებელია ქოცები ქართული ამას ეს ერთი აქსიომა ქოცების უშიშროება, ქოცების ბანდა, ბიძინა ივანაშვილი და ესენი ერთი ადამიანს უჭერდნენ მხარს და ის გამოადგენს ქვეყანას. ეს გამორიცხულია. ეს არის ჩვეულებრივი მაფიოზა თავის დროზე რუსეთიდან, ხაზგასმით ჩემი სიტყვები არა ეს დედა თამარმა თქვა, რომ რუსეთიდან პირდაპირ ჩაუსვეს ეს პატრიარქს და პატრიარქი უკვე ასაკში იყო შესული და ვერ შეეწინააღმდეგა ამ გადაწყვეტილებას და პატრიარქს ჩაუსვეს პირდაპირ შიო. რა აქვს მნიშვნელობა რუსეთიდან იქნება ჩასმული, ისრაელიდან იქნება ჩასმული, დასავლეთიდან იქნება ჩასმული, ყველა ჩასმული და ყველა ჩანერგილი, ვინც იქნება ქვეყნის სახელმწიფო სათავეში თუ სასულიერო წრეში ის ყოველთვის გაატარებს უცხო ქვეყნის ინტერესებს. არ მინდა მე ჯერჯერობით ლაპარაკი, არა ეს სწორი, ძალიან ბევრი ინფორმაციები გამაჩნია ბევრ რაღაცასთან დაკავშირებით. ერთი ნამდვილად ვიცი. შიო მუჯირი არანაირად არ აკმაყოფილებს არანაირ კრიტერიუმებს, რომ ის იყოს საქართველოს პატრიარქი, მით უმეტეს აი ამ დროს. თუ კი საქართველოს საპატრიარქოში მოვა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი პატრიარქი, მაშინ შეიძლება ამ ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრი. თუ საქართველოში არ მოვა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი პატრიარქი, ასეთ შემთხვევაში საუბარი იმის შესახებ, რომ საქართველოს მომავალი გააჩნია ზედმეტია. აი ამის თქმა მინდა. ამიტომ ამ დინარაძის და სუსის და ამათი მუშაობა მიმდინარეობს ერთადერთი მიზნით, რომ მაქსიმალურად მოხდეს მობილიზება, მაქსიმალურად მოხდეს ყველანაირი შანტაჟის, კომპრომატის, ათასციბინძურის გამოყენება სასულიერო პირებთან დაკავშირებით, რომ არჩეული იქნას მათთვის მისაღები კანდიდატი. ამიტომ ხდება ამ ყველაფრის გაძლიერება, ამიტომ ხდება ამ სისტემის ოფიციალურად რყნა და გადაგვარება სახელმწიფო სისტემაზე მაგ საუბარი. ოფიციალურად შემოდის ბოზობის დარგში გენერლობის თანამდებობა, რასაც უხელმძღვანელებს მამუკა მდინარაძე, მაგრამ ეს ერთხელ ვიცოდეთ, რომ ეს არის უკვე ისტერიკული ფონი. სხვანაირად ესენი სახელმწიფოს ვერ იჭერენ. კარგით რა, ქალბატონო, სტალინი რო ვერ შეგვიფასებია და პატრიარქს ვერ შევაფასებთ, სტალინი ვერ შეუფასებია მსოფლიოს. და ახლა ჩვენ და ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ახლა შეიძლება ზოგიერთისთვის ილია მეორეს მართლა რაღაცა ესეთი წმინდანის ცოცხალი წმინდანის სახელი და ის ჰქონდა შექმნილი, მაგრამ ახლა სტალინზე დიდი პიროვნება ილია მეორე ნამდვილად არ ყოფილა არც საქართველოსთვის და არც მსოფლიო ისტორიისთვის და მოდი გავანებოთ რა ამის ასეთ შეხედვას თავი რა. ვინ იყო და რა იყო და როგორ იყო და რა მოიტანა და რა გაგრძელდება, ბევრი კითხვებია მისი მოღვაწეობის პერიოდშიც, ქვეყნის მმართველობის გადამწყვეტ მომენტში, როგორც ისტორიულ ფიგურაზე. ეხლა რაღაცა სიტყვი მერე სხვანაირად აბამე მკუც, ესაა ზუსტად აი ამ უშიშროების ისა.
უამრავი კითხვები მე რაც გამაჩნდა ადრე გამაჩნია იგივე და ვიქნები იმ აზრზე სანამ ჩემთვის არ მივიღებ შესაბამის პასუხს. ამიტომ ილია მეორესაც მე თქვენს და სხვასაც აკისრია ყველანაირი პასუხისმგებლობა ერის და ქვეყნის წინაშე. და რათაც მეტი მაღალი არის იერარქი, მით უფრო აკისრია იმას მეტი პასუხისმგებლობა. დიახ, ილია მეორეს ხარდაჭერა რო არ ქონოდა შევარდნაძე პრეზიდენტი ვერ იქნებოდა. ილია მეორის გვერდში დგომა რო ქონოდა ზვიად გამსახურდიას ვერ დაამხობდნენ. ეს არის აქსიომა. ხო და ეხლა მოდი რა რაღაცეები ეხლა მაინც უკვე ადამიანი ცოცხალი აღარაა და აღარც პატრიარქი არის. შეიძლება ახლა მაინც შევხედოთ რაციონალური თვალით და არ მოხდა ის მამა ნიკოლოზის მრევლს რო დაცინიან და სასაცილოდ რო იგდებენ ხალხს რომელსაც საერთოდ არ ქონდა გააზრებული და ხალხს რომელსაც საერთოდ არ ქონდა არანაირი შეხება არ აქვს მართლმადიდებლობასთან. ეს ხალხი არ იძახდა უფრო მეტ უარეს პატრიარქთან მიმართებაში. არ იყო მათ მიერ ესა რა ქვია შექმნილი ლეგენდები ბოლო ჟამის პერიოდზე იბერიის გაბწყინებაზე მთებში გასვლებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა რომ პატრიარქს ეს თვითონ არ უთქვია არასდროს. და იმას რა ქვია ხელი აქვს დიდს და პატარას ყველას მამა ნიკოლოზის მიმართ გაშვერი სირცხვილი არა ეს. ხო და ამ ყველაფერს ამ ლეგენდებს ქმნიან ესეთი ნაძირალა ადამიანები, რაშიც აქვთ უდიდესი თანამდებობები მიღებული. მეც მიყვარს ბუნება და ამიტომ ვარ ბუნებაში. ამიტომ რაც არ უნდა მოხდეს თუ საქართველოში სისტემა არ დაინგრევა და თუ საქართველოში სისტემა არ იქნება განადგურებული ჩვენ როგორც ვხედავთ არანაირი სისტემა არ დაინგრევულა არც 2012 წელს არც 2023 წელს ის სისტემა რაც შევარდნაძემ შექმნა დიახ ეს შექმნა შევარდნაძემ დიახ ეს შეიქმნა საქართველო დაიღუპა 70-იან წლებში მაშინ დაიღუპა საქართველო, როდესაც შევარდნაძე გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი. როდესაც შევარდნაძე მთელი ქვეყნის მასშტაბით ბიოლოგიური ნაგავი, ვინც იყო, ყველა მოძებნა. მთელი ეს აგენტურა შექმნა, შეკრა ეს აგენტურა, ჯერ გამოიყენა ეს ყველაფერი მჟავანაძის დასამხობად, მერე როდესაც იყო ცეკას მდივანი თავისი მიზნებისთვის იყენებდა ამ ბიოლოგიურ ნაგავს და როდესაც 91-92 წლები დადგა, მაშინაც გამოიყენა ეს აგენტურა და ზუსტად აი ამ აგენტურას იყენებენ დღეს და ამ სისტემით მუშაობს ყველაფერი. და მაშინ რა იყო? ჯერ იყო შევარდნაძე და მერე იყო საპატრიარქო და პატრიარქი. მერე როდესაც დადგა ის მომენტი რომ პატრიარქი და საპატრიარქო უფრო წამოწეული ინსტიტუცია იყო. მაშინ მოხდა რომ საპატრიარქომ გაუწოდა ხელი შევარდნაძეს იმისთვის რომ შევარდნაძე ყოფილიყო. არაფერს არ მოყობ მე აქ ახლა სასწაულს და ახალი არაფერი არ ყოფილა ეს. და როდესაც მიდგებოდა საქმეზე ყოველთვის მიდიოდნენ საპატრიარქოში და ყოველთვის გამოდიოდა საპატრიარქო და ამბობდა რომ ძალადობის წინააღმდეგ რაღაცა 91-92 წლებში არ გამოდიოდა მარტო. ხო, დანარჩენ დღეებში სულ იყო. და როდესაც მოვიდა ეს ივანაშვილის მხარეს ძალიან აქტიურად გამოდიოდა საპატრიარქო. არ ვიცი ძმაო არ ცალიათ ჯერ მაგ ადამიანებს და მარტო ჩემზე არაა დამოკიდებული. ხო იცი ორმხრივია ეს ეთერი და არ ცალიათ ჯერ მაგ ადამიანებს. როდესაც შეძლებენ და მოიცლიან შევეცდები რომ შემოგთავაზოთ. ეს სიბინძურე ქვეყანაში არ დამთავრებულა. არც დამთავრდება. არავის რეაქცია როგორ არა აქვს. არა თუ კი გვისმენს ახლა ჩვენ ბატონი მამუკა
ესე იგი 100-ია საჭირო და უნდა გვისმინოს. გვისმინე ბატონო მამუკა, რაც შეიძლება მეტი გვისმინე, რომ იქნება რამენაირად გადავრჩეთ და იქნება რამენაირად გავიაროთ დანის პირზე და ესე შემდეგ და მოერიდეთ რუსთაველს და მსგავსი რაღაცეები დაიწყეთ ახლა დაყარეთ ეს ჭორები. მარტივი არის აქ ერთადერთი გამოსავალი. საქართველოს ბედი გადაწყდება უახლოეს დღეებში. შეიძლება კვირეებში. ან ახლა გადაწყდება საქართველოს ბედი და ეს ქვეყანა რაღაცისკენ მოტრიალდება, თუ ქვეყნის პატრიარქი გახდება რეალურად ქართველი ქრისტიანი მართლმადიდებელი პატრიარქი, რომელსაც ხდება უმძიმესი მემკვიდრეობა და ამით შეძლებს საქართველოს გადარჩენას, ანდა შემოკარგებო ის სისტემა და ის მატარებელი, რომელიც აწყობილი არის საქართველოს და ქართველი ერის წინააღმდეგ და ვაირომ წარმატებით, ეს სისტემა ადგება და საბოლოოდ გაანადგურებს ქართველ ერს, მორჩა და დამთავრდა. ერქმება ამ ქვეყანას საქართველო, მაგრამ არანაირი ქართული შიგნით არ იქნება, არანაირი ქართველი შიგ არ იქნება და არაფერი ქართული ცხოვრება იქ არ იქნება. მაგ იქნებიან ინდუსები, სპარსელები, მაგ იქნებიან არაბები, მაგ იქნებიან ამერიკელები, მაგ იქნებიან შიგევროპელები, მაგ იქნება ქოცობა, ერის დაახლოებით 15%, რომელიც კმაყოფილი არის ქოცური სისტემის და მაგ იქნება მამუკასნაირი გენერლები და იქნება ბიძინა და ბიძინიჩები. დანარჩენებმა დაივიწყეთ საქართველოს ამუდამოდ. მორჩა და დამთავრდა. დაასრულეთ ოცნება და ფიქრი საქართველოს შესახებ, რომ შეიძლება ამ ქვეყანას რამე ეშველოს. არ იქნება ეს. იქნება ის, რასაც გეუბნებით. იმიტომ რომ ძალისხმევის ესე იგი შეჩერება 92 წლიდან დღევანდელ დღემდე ქართველი ერის და საქართველოს გატეხვისთვის ერთი დღით არ შეჩერებული. ერთი დღით არ შეჩერებული. 14 წლის წინ, როდესაც მოეთრიენ ესენი, მაშინ ქონდა ერს განცდა, რომ გადარჩენა შეიძლებოდა ქვეყნის და ერის, არანაირად არ შეიძლება და ვერც მოხდება, იცით, ერის და მართლმადიდებლური ქვეყნის გადარჩენა უნდა წამოვიდეს ეკლესიიდან. არ ვიცი ჰამლეტ, მე არ ვიცი, მე ვეძებ მაგ კითხვასთან დაკავშირებით პასუხს და ვერ მივიღე მე მაგ კითხვასთან დაკავშირებით პასუხი ვერავისგან. ვერავისგან ვერ მივიღე, რომ ეს მხარდაჭერა იყო საჭირო და აუცილებელი. იმაზე მეტი უბედურება, რაც მერე მოუვიდა ქვეყანას, რა უნდა მოსულო და ზვიად გამსახურდიას ხელში. მე არ ვიცი, ვერ ხვდები. ამიტომ ყველა თავის ცოდვას ზიდავს ამ ქვეყანაზე. მე არ ვცხოვრობ ლეგენდებით და მე არ ვცხოვრობ მითებით. მე ვცხოვრობ რეალობით. არ ვიცი, ჩვენ ამ ყველაფერზე შეგვეძლო პასუხი მიგვეღო თვითონ პატრიარქიდან. სალამდე ის იყო ცოცხალი. ჩვენ ამის შესახებ პასუხი არ მიგვიღია. მხოლოდ მივიღეთ ის, რომ პატრიარქი, როგორც ყველა ადამიანი ამ დედამიწაზე მოვლენილი შენდობას თხოვდა და პატიებას თხოვდა მრევლს და ერს, რომ მიეტევებიათ. გამოსავალს რაშიც ვხედავ? პატა, ამაში ვხედავ. ერთადერთი გამოსავალი ამ მომენტისთვის არის რეალური გამოსავალი ამ მომენტისთვის არის თუ საპატრიარქოში ჩატარდება არჩევნები და ამ არჩევნებში მოვა ჭეშმარიტი ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი. სხვა შემთხვევაში მე ვერ ვხედავ. ოცნება არაფერს არ წარმოადგენს. ეს ჩვეულებრივი ბლეფი და ბუტაფორია. ეს არანაირი პოლიტიკური ძალა არ არის. იქ არიან ადამიანები, ეხლა იძულებული არიან, რომ საქართველოში იარსებოდ, იმისთვის, რომ სახელისუფლება ამ პარტიაში იყონ, ჩუმად მაინც იჯდნენ და იძულებული იყვნენ ხმამისცენ ოცნებას. და შეიძლება პარტიაშიც იყვნენ. იმიტომ რომ თუ არ იქნებიან ამ პარტიაში, ხო, არანაირი საარსებო არ ექნებათ. არანაირი საარსებო იმათ არ ექნებათ.
ვერ იცოცხლებენ, ოჯახს ვერ შეინახავენ, ყველა ვერ გაიქცევა საზღვარგარეთ, იძულებული არის. აბსოლუტური უმრავლესობა იმ პარტიაშიც ამის გამო არის. აბსოლუტური უმრავლესობა მიდის და არჩევნებზე ხმას აძლევს ქართულ ოცნებას შიშით, ტერორით და შანტაჟით. რა ვაი და ესენი რო არ იყვნენ, ვაი და ისინი არ მოვიდნენ და რათ უნდა რაში უნდა დაჭირვებოდა, აი დააკვირდით ელემენტარულად, ხო? აი ისევ დავდებ აი ამ ფოტოს. რატო უნდა ჭირდებოდეს? რაში უნდა ჭირდებოდეს ქვეყანას? რა ვერ გამართეს 3 მილიონიანი ქვეყანა? როგორ ვერ უნდა გამართო ერთი უბნის მოსახლეობა ქვეყანა, დიდი ქალაქის ერთი უბნის მოსახლეობა ქვეყანა სახელმწიფომ თავისი სრული ატრიბუტიკით. როგორ ვერ უნდა გამართო? 1 საათი ბოდიალობდა რაღაცას ავადმყოფობას ლაპარაკობდა, რაღაცა ეკეთკენ ევროპიდან ჩანერგილებზე, ამიდან ჩანერგილებზე, იმიდან ჩამონერგილებზე. რაში ჭირდება ამდენი რამე? რაში ჭირდებოდა ამდენი რამე, ვისაც 2012 წელს კოჰაბიტაციის მაგივრად უნდა გამოეცხადებიათ რეჟიმის გასამართლება. როდესაც იქნებოდა გასამართლებული რეჟიმი და აღმოფხრილი იქნებოდა ქვეყანაში მეხუთე კოლონა, მოღალატეების კოლონა, მაშინ დამთავრებული იქნებოდა ყველაფერი და არავისთან არ ექნებოდა სამტრო. მაგრამ ამათ ფიქრშიც არ ქონდათ ოდესმე, რომ ნაციონალური მოძრაობა გაენადგურებიათ. პირიქით. ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა იყო ქართული ოცნების გადარჩენა. მე არ ვაპირებ ჩემო ძმაო საქართველოში პარტიის შექმნას და პარტიული ცხოვრებას, იმიტომ რომ პარტიულ ცხოვრებას საქართველოში არანაირი შედეგი არ გააჩნია. ბლეფია ეს ყველაფერი. საქართველოში 333 პარტიაა, მე მგონი, როგორც ბოლო მონაცემებით, როგორც ვიცი, რაც მთელი ევრაზიის კონტინენტზე არაა ამდენი პარტია. ესაა ჩვეულებრივი პოლიტიკური ბიზნესი, რითაც არაფერი არ ეშველება ქვეყანას. ამიტომ არ ვაპირებ მე მაგზაზე სიარულს. მაგზაზე სიარული რომ დომოდა მე არ წამოსვლა რომ პარტია შექმნი და მოგიწევს აი ამათი ემითი, რა ქვია, წესებით თამაში და ცხოვრება და მიდი და ამას ნუ იტყვი და იმას ნუ იტყვი. აგერ აი კონსერვატორებს რო კითხო, აგერ რა ვითომ დამოუკიდებელი პარტია რო არის. აგერ ბიჭო კაცი მოგდა, კი არ მოგდა, მოკლეს ლაზარე ჯორბენაძე. მაგათთან იყო გადაცემაში რამდენჯერ მიდიოდა, რამდენჯერ ქონიათ ინტერვიუები ესენი. ხალხი ვერ ბედავს უბრალოდ რომ სიტყვა დაწეროს, ვერც მაგათი ბლოგერების, ვარდოსაინძე და ესენი. ამდენი ხანია. ხალხი უბრალოდ კომენტარის გაკეთებას ვერ ბედავს. იმიტომ რომ ზემოდან აქვს ესეთი ბრძანება მიღებული. ეხლა თუ გინდათ 3-4 კაცი შეგიყვანოთ პარლამენტში, გაჩუმდით იქ და სადაც გეტყვით, იმაზე ილაპარაკეთ და რაზეც გინდათ იმაზე არ ილაპარაკოთ. ესაა პარტიული ცხოვრება საქართველოში. რაში უნდა ჭირდებოდეს 3 მილიონიან ქვეყანაში 30 ჯერ გაზდა, მოსმენა? არაა სხვა ქვეყნები, არაა სხვა ერები, არ ცხოვრობენ. ჩვენზე არანაკლები პრობლემები აქვს იმათ. მაგრამ ყველას არ უსმენს სახში სუსი. ყველგან არ მოქმედებს შტაზის სისტემა. არ ხდება ეს. საქართველოში ხდება. რატო ხდება? იმიტომ ხდება, რომ უკანონობით იმართება ქვეყანა. აი მაშინ ჭირდებათ უკანონობისთვის ჭირდებათ და აი ნაცები ვერ მოვიდნენ, ნაცები რო არ მობრუნდნენ, სულ რევოლუცია რო ვერ მოხდეს, რა თუნდა რევოლუცია რო ვერ მოხდეს, ამას თავზე ხელის გადასვება. 14 წლის წინ უნდა დაწყებულიყო ამათი სასამართლო პროცესი და დღეს დამთავრებული იქნებოდა და არანაირი პრობლემა არ იარსებებდა ქვეყანაში. არა, ჩვენ დასავლეთმა ეს არ როცა დაჭირდა ძალიან კარგად დაუპირისპირდნენ იმ დასავლეთს. აი მე ბიზინამ და ოჯახი გაწირა, თავი გაწირა, დასწირებული ხალხისთვის. აქ უნდა იცხოვროს ქვეყანაში იმისთვის რომ ქვეყანაში იცხოვროს 5%-მა ძალიან კარგად და 10%-მა საშუალოდ, დანარჩენმა 85%-მა უნდა იწვალოს და იტანჯოს. თქვენ გონიათ ისინი თავს იღლიან ახლა ამ ინფორმაციებით, რასაც მასა ძირითადად ფიქრობს და დარდობს ქვეყანაში? არანაირი თავს არ იღლიან ისინი. იმათ სულ სხვა ინფორმაციები აქვს, ამათ სულ სხვა საფიქრელი აქვს, ამათ სულ სხვა სადარდებელი აქვს. ეს ჩვეულებრივი დადგმული თეატრია. ამ დადგმულ თეატრში უნდა გააგრძელონ ცხოვრება. თქვენ არ გინახიათ ისინი პარლამენტში. ვითომ რომ ერთმანეთს ლანძღავდნენ და აგინებდნენ ეს ნაცი და კოცი პარლამენტში როცა ეყარდნენ. ჩასულიყავი ქვევით და შეგეხედავ იმაში, რა ქვია, ბუფეტში. პარლამენტის ბუფეტში. ერთი მეორეს ასწრებდნენ იმაზე, რა ქვია, დაპატიჟებაზე.
შენ შემოგევლე კონსტანტინე, რა მინდა გითხრა? არც ახლა არის საქართველოში დეფიციტი ეროვნულად მოაზროვნე ადამიანების, მაგრამ აი ელემენტარულ კითხვას გისვამ. რატო ეთყობა გვიან შემოგვიერთდი და პირველი ნაწილისთვის არ მოგისმენია, სანამ გაგვიწყდებოდა ეს? რატომ ვერ ხდება ამ ეროვნულად მოაზროვნე ადამიანების შეკრება? იმიტომ რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახური, რომელიც არის გერმანული შტაზის ანალოგია საქართველოში, არის ზუსტად იმაზე ორიენტირებული, რომ დაიშალოს, ერთმანეთს გადაეკიდოს ხალხი და აბსოლუტურად ეს პარტიები და ეს ყველაფერი შექმნილია შიდა დაპირისპირების და ერთმანეთის გადაკიდებისთვის. გამორიცხულია ამას. ორი ქართველი რო დაჯდება, ერთად იმასაც უშიშროების ისმენს. აი ესეთი სისტემაა წყობილი. რამდენი ადამიანი უნდა ნახო? ეხლა უცებ ხო ვერ დახავ 10,000 და 20,000 ადამიანს, 20,000 და 10,000 ყველას გმირს, რომელსაც არ ეშინია ამ სისტემის. და რომელიც მზადაა იბრძოლოს ქვეყნის გადასარჩენად და ასევე პროფესიონალია. ეგ ხო გამორიცხულია, ესეთი რაღაც არ ხდება. შეიძლება ნახო, მაგრამ არავინ დაგაცლის. აბა, გაიხსენე ჩემო ძმაო, ბადრი პატარაკაციშვილმა როდესაც დააპირა ამ სისტემის შეცვლა რა მოუვიდა? აი ეგ რა ინგლისში ნახეს ეს რა ქვია, გაგორები. არ ვიცი ხალბატონო, ჯერჯერობით ოფიციალურად გამოცხადდეს თუ ვინ იქნებიან კანდიდატები და მე ჩემ აზრს დავაფიქსირებ ამის შემდეგ. მანამდე არ მინდა არავის არაფრის საუბარი, ერთადერთი იმის თქვა მინდა, რომ საქართველოს ეკლესიაში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში არიან პიროვნებები, რომლებიც იმსახურებენ, ნამდვილად იმსახურებენ იმას, რომ მათ კონდეთ პატრიარქის სტატუსი, მათ შეუძლიათ გამოყვანა ქვეყნის ამ მდგომარეობიდან. მაგრამ მე არ ვიცი ეს ადამიანები იქნებიან წარდგენილები, არ იქნებიან წარდგენილები, იქნება არჩევნები, მიცემენ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. ერთადერთი რისი თქვა შემიძლია შიო მუჯირის გაპატრიარქება საქართველოში, ეს არის საქართველოს დაღუპვა. ეს არის საქართველოს დაღუპვა, ჩათვალეთ, რომ ერთი ბიძინა ივანიშვილი ხავთ კიდე იმაში, რა ქვია, საპატრიარქოში, რომელსაც არასდროს არაფერი არ აწუხებს და არ ადარდებს და არასდროს არაფერი არ უკეთებია ქვეყნისთვის, არის ერთი ჩვეულებრივი თაღლითი არის, რომელსაც 1000 სიბინძურეში აქვს მონაწილეობა მიღება, ფულის მეტი არაფერი არ აინტერესებს და არ ადარდებს. მორჩა დამთავრდა. და არის ხელისუფლების გამправებელი და ხელისუფლება მისი გამправებელი. რაც ილაპარაკა დედა თამარმა ილაპარაკა, ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიცი, ვინაა ჯაღმაიძე და ვინ არის ეგ. არ ხდება მასე ძმამასე სპონტანურად არ ხდება ხალხის შეკრება. თუ უსმენდა ეს არა, თუ უსმენდით იმ დინარაძეს რა წამოწდა, შემთხვევით არაფერი არ ხდებაო. ნამდვილად არ ხდება შემთხვევით არაფერი. ნამდვილად არ ხდება. ხოდა ჩემო ზაურ თუ გამორიცხული არის, რომ ღირსეული პატრიარქი იქნას არჩეული და თუ გამორიცხული არის, რომ საპატრიარქოში ღირსეული პატრიარქი მოვიდეს, მაშინ ჩათვალეთ, რომ საქართველოს აღარ იარსებებს. მორჩა და დამთავრდა, მე ამის თქმა მინდა. დამთავრდა, მეტი არაფერი. ესაა ჩვეულებრივი დღეს, რაც არის საქართველოში, ესაა მოქმედი ჩვეულებრივი სიონისტების, ქრისტიანის, ეგრეთ წოდებული ქრისტიანის სიონისტების კლანი, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან. რომლის წევრებიც არიან ეს შორენა, რომლის წევრიც არის ჯაღმაიძე, რომლის წევრიც არის ეს მუჯირი, რომლის წევრიც არის ის ლაშა ჟვანია და ესენი. როგორც დედა თამარმა თქვა, რუსეთიდან უთხრეს, რომ თანამოსაყდრეთო ყავდესო, კარგი ადამიანია, კარგი ახალგაზრდა არისო, ასეო, ისეო და ვარი ვერ უთხრაო. მაგრამ ისიც საქმე იმაშია, რომ თანამოსაყდრეობა არაფერს არ ნიშნავს. არ ნიშნავს თანამოსაყდრეობა იმას, რომ გინდა თუ არა თანამოსაყდრე პატრიარქი გახდეს. აქვს იმას პასუხისმგებლობები პატრიარქის სიცოცხლეში და პატრიარქის გარდაცვალებამდე.
ასია ეს. უდელსახურება ეს არის ჩვეულებრივი მსახური, პასუხისმგებლობა, მორჩილება, რასაც გეტყვის პატრიარქი იმის მიმართ და არის ეს ჩვეულებრივი მისია, რომ შეასრულოს სიცოცხლეში და სიკვდილის მერე მიიყვანოს ყველაფერი იქამდე კანონიკით. კონსტანტინე ზვიადის დროს და მერაბის დროს სხვა დროება იყო, სხვა რეალობა იყო, სხვა სახელმწიფო იყო. იყო ერთი სახელმწიფო სისტემა, იყო ერთი იდეოლოგიური სისტემა, არ იყო ქვეყანა ესე, ქვეყნის კარები არ იყო მოღებული, არ იყო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ასე შემოყრილი და შემოსეული საქართველოში, არ იყო გაჭირვებული და არ იყო ასე გაშიმშილებული ქართველიერი, რომელიც ფულის გამო შეკადრებდი არჩევნებზე წასულიყო, ვერაფრით შენი ხალხს ვერ აკადრებდი, რომ ფულის გამო არჩევანი გაეკეთებიათ, მიტინგზე ფულის გამო მოსულიყო, ის სხვა საქართველო იყო. ეს სხვა საქართველოა. რა შედარება მოყავს იარაღის დაშლა აწყობა თუ იცის რა შევავათია ნუ გადამრი არ იცის ჩემო ძმაო იმას ვამბობ მე აი დახვრეტაზე მოვაწერ ხელს რომ მაგით არ იცის უბრალოდ ამას ვამბობ თუ არა მეტი არაფერს არ ვამბობ რაღაცას ჯო შალვამიცის ხანდახან მაგრაძემ თქვა რომ კომუნისტების დროსო მაგალითათო შეიძლება ვიღაცასთვისო სტახანოველობაო მიეცათო ხო რაღაცა ასე ჩაწყობით და იმითო მაგრამ არ შეიძლებაო სტახანოველობაო მიეცათო ჩაის კრეფაში ადამიანისთვისო რომ ესასო ძირითადად ჩაის კრეფავ ქალებზე იყო ლაპარაკი თუ იმას ცხოვრებაში ჩაის ბუჩქი არ აქვს ნანახიო და დღევანდელ საქართველოში შესაძლებელია გახდეს ადამიანი გენერალ მაიორი რომელსაც არც იარაღის დაშლა აწყობა აქვს და არ ჯარში აქვს ნამსახურები ესა დღეს რო ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყოს დამიჯერეთ ზვიად გამსახურდიაც და მერაბ კოსტავაც და ილია ჭავჭავაძეც რო გააცოცხლოთ ილია ჭავჭავაძეც მერაბ კოსტავაც და ზვიად გამსახურდია დღევანდელი საზოგადოებისთვის აი ამ ბიონაგავის საზოგადოებისთვის იქნება ბნელი გრუზინი რა გითხრა ჩემო ძმაო მე ვიტყვი ერთ რაღაცას რა მე ვისურვებდი იმას პირდაპირ გეუბნები ესეთი არის მკაცრი და ესეთი მომთხოვნი არის მეუფე იობი ესეთი მკაცრი და მომთხოვნი და ეგეთი მებრძოლი არის სვანეთის მიტროპოლიტი კიდე ვინც ვიცი ასევე შალამბერიძე კიდე ასევე წესიერ თუმცა ის უბრალოდ ასაკშია არა აქვს მარტო ერთი მასე აქ უნდა იყოს ახალგაზრდული ენერგია ახალგაზრდაზე არა მაქვს ლაპარაკი ენერგია უნდა კონდეს და გამოცდილება უნდა კონდეს და ცოდნა პირველ რიგში ქრისტიანი უნდა იყოს ეს ხალხი კიდე ქრისტიანებიც არიან გამოცდილებაც გააჩნიათ იმდროინდელი ამდროინდელი ნაცხოვრები აქვს წესის და კანონის მიხედვით აი მას ვისურვებდი ამათგან რომელიმეს ვისურვებდი რო გითხრა რომ გინდა თუ არა ერთზე არა მაქვს ეგეთ დამოკიდებული მე ვისაც ვიცნობ ნუ ვის შესახებას ვიცი რა ვიცი ეგაა ჩემი პასუხი და შიომუჯის ნაღდათ არ ვისურვებდი დანარჩენი კიდე ახლა ჩემი სურვილი რა მარტო რა არის პირველ რიგში უნდა ეგრე არ ხდება ეგ პირველ რიგში უნდა შედგეს ვის ირჩევენ რას ირჩევენ მათი ბიოგრაფია აქ თუ არა ჯულის კანონი დარღვეული აქ თუ არა ის რაც არის ჩემზე უკეთესი მწოდნები არიან ამ ყველაფრის და უნდა შეიკრიბოს უნდა იქნას ყველაფერი განხილული უნდა იქნას ყველაფერი დაწერილი ხელის გულზე და ამის მერე უნდა მოხდეს რა არ ვიცი მე ქალბატონი ვერ ვიტყვი
არ ვიცი აზრზე არა ვარ, როგორ გითხრათ. არ ვიცი. იქაც ასაკობრივი განსაზღვრა არის. ასაკობრივი განსაზღვრა რამდენი წლიდან რამდენ წლამდე უნდა იყოს კიდე, ამაშიც გაითვალისწინეთ, რომ აი ამ ჩარჩოებშიც უნდა ჯდებოდეს. მე ახლა ასე გიორგი ჭყონდიდელს ვისურვებდი. რო იყოს შესაძლებელი. გაიხარე ძმო, გაიხარე. არაფრის რა, ჩემი პასუხი ესა. მე როგორც ვიცი ეს ხალხი არიან ქრისტიანი, ჭეშმარიტი ქრისტიანები და ამ ხალხს აქვს თავისი ცხოვრებით ნაცხოვრები ქრისტიანული ცხოვრებისთვის. შენ შემოგევლე, ჩემო ძმაო, იქნება რაღაცა ქნას და ამან ქნას და იმან ქნას და ასე ქნას და ისე ქნას, რა მე რა მიგვირს, იცი? გინდა ერში იყოს ადამიანი, გინდა ბერში იყოს. ბიჭო, ადამიანი 50 წელს რომ მიაღწევ, ისე რომ სამშობლოს სიყვარულში თითი არ წამოგტკივდება და რწმენის ამბავში ერთი თითი არ აქვს წამოტკივებული, 50 წლის მერე რა უნდა? 70 წლის, 80 წლის მერე რა უნდა? არ ვიცნობ, ლაშა, არ ვიცნობ. მე არ ვიცნობ მეუფე ისაიას, არ ვამბობ, რომ ან ცუდს, ან კარგს, რამოდენიმე დავასახელე ის ვინც ვიცი. არ მქონია მე შეხება იმას, არ ნიშნავს შეიძლება პირიქით უკეთესი არის ხო არა. რა შეეხება ახლა შიოს და რა შეეხება მაგათ ჯაღმაიძის ძმაკაცებს და ბანდას შიოსთან რომ მივედით, ბიჭებს რა უბედურებდნენ ღვთისმშობლის შეურაცხყოფის გამო რომ პასუხი მოთხოვეს რუსთავიორის ჟურნალისტებს, რა პასუხი გაქვთ ეკედან, იცი? რაში დახმარება გინდათო ქრისტესთვისო, წამებას ელოდეთო. ამაგას დიდი ბედნიერებაო რა გაქვთო, თუ იმისთვის რა ქვია, ქრისტესთვისო ეწამე. ხო. იმ ბიჭებზე ერთს არ წუხდებოდნენ და თურმე როგორც ჯაღმაიძემ განაცხადა, მზიამაღლობელის გამო თურმე 3-4 ჯერ შუამდგომლობა ქონიათ დაყენებული. რა უნდა მქონდეს მე ამ ხალხთან ისა რა ქვია. სალაპარაკო ამ ხალხთან რათა ჯაღმაიძე არ ვიცი ვინა? ჯაღმაიძე? ხო და შემოგელე ყველაფერი თუ ხდება ჩემო ლომა რა მინდა გითხრა იცი? პავლე სანამ პავლეთ იქცევა მამამდე სავლე იყო. ხო და რო ხედავ ჯერ სავლეა სანამ პავლეთ არ იქცევა. პავლეთ ქცევის პერიოდს არ ვაკვირდები. გადაიქცეს სავლე პავლეთ და მე დავიჯერებ. რა გითხრა? შეიძლება რაც ხაქნა, არ ვიცი. ქნან რაც უნდა იგიქნა. მე არ ვარ ისეთი ისა რა ქვია ყველაფერში სასწაულს რო ელოდებიან, არ ვარ ისეთი ისა რა ქვია ქრისტიანი. მე ვარ ადამიანი, რომელიც ვხედავ ამ ყველაფერს და სასწაული არ მჭირდება იმისთვის, რომ ვიწამო, რომ ღმერთი არსებობს. სასწაული არა, ყოველ დღე რაც ხდება? გურდმოსვლა არა, ყოველ დღე? არ მინდა შემოძვავ მაგ ადამიანზე ლაპარაკი რა, არანაირი სურვილი არ მაქვს საერთოდ მაგ კონსერვატორებზე ლაპარაკის და არანაირი სურვილი არ მაქვს საერთოდ მაგათ ბრიგადაზე ლაპარაკის რა, ჯაღმაიძის მიერ კურთხეული ნეომხედრიონზე რა, არა მაქვს რა, ნუ მისვამთ რა მაგ კითხვებს. არ ვიცი ვის რა შეხედულება აქვს რასთან დაკავშირებით. არც მაინტერესებს, მე ვიცი ერთი რამე მე ვიცი ერთი რაღაცა, რომ ადამიანმა სიმართლე უნდა ილაპარაკოს და სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს და მე ვერ ვხედავ, რომ მაგენი სიმართლეს ემსახურებოდნენ. აი თუ ძმახარ. შენ არ გეჩხუბები კაცო, არ გეჩხუბ, არავის არ გეჩხუბებით.
მე ვარ ძმაო მე ვარ აგერ აგერ კი არა ვარ აქით აქა ვარ მე ძაღლე ვარ აგერ ეს მკვლელი ეს ჯალათი ეს ცოცხლად დაწვავს ძაღლებს ღმერთო რა გვეშველება საწყალი ცუგები თურმე ჩემ ხელში ჩავარდნილან ასეთი რაღაცების ვირთხობის და თავის მარხვაში აქვს პოლიტიკოსობა და გენერლობა მიღებული მე всё მორჩა ძაღლებს ვული და დეიცავით ძაღლები ჩემგან აქამდე ხალხი იყო დასაცავით ჩემგან და ახლა ძაღლები დეიცავით რა ვიცი შემოძმაო პეტრეცავა სადაა დაკარგული მოუჭირდებათ მაგას იმდენი აქვს დაგროვებული თავის დროზე ისე ერთ რაღაცას გეტყვი პეტრეცავა ამგენიდან განსხვავებით განათლება ნამდვილად ჰქონდა ნაღდად ჰქონდა და ამის ვერ ჯაღმაიზია ჯობებდა იმას საუბარში და ვერ ჩიო მე არ ვიცი სადაა ფეიგი აქ ალბატონო ფეიგი რა ჩემი ფოტო არის საიდან ჩემი ფოტო ახლა იმაში გორის ძაღლების თავშესაფარში დამაწყებიეთ არ გეგონოთ ვინმეს ვაიმასქნებდე რა ქვია შეურაცხყოფას ვაყინე აი ძაღლმადიდებლების რეაქცია ღმერთო რა სიფათი აქვს სატანის მოციქული ეს მართლა მოკლავს ძაღლებს კიდევ ერთი ჯალათი საცოდავით სუგები აიც შემოძმაო პეტრეცაავას იმდენი ცოდვები აქვს და ჩემი ცოდვებიდან მომავლებია მე ვთქვი უბრალოდ ის რომ ჯაღმაიზიდან განსხვავებით იმას განათლება გააჩნია ეგრეა კარგი დაგემშვიდობებით აბა მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა აბას შენიცი მამუკა 30 ჯერ მოგვისმინი ახლა და 31 ჯერო დედას გაგინებთ ქოცებს კარგად ჩაიწერე გამოგადგება საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ბოზობაში და ჩათლახობაში შეიძლება გენერლობა მიიღო ნამდვილად და რა თქმა უნდა აყვავებული არის საქართველოში ბოზური მენტალიტეტი ოხედავთ რა ძლიერი პროფესია არის აბა ახლა დაიწყება ალბათ ყველა სტრუქტურაში გაათმაგდება ეს ბოზების ჩანერგვა და ერთმანეთის ჩაშვება და ერთმანეთის ის მიტანა და ხალხს ნდობა არ ქონდეთ სეთურის ინსტიტუტი კაკოია თაბაგარი უნდათ ახლა მაგას არა სეთური კი ყავთ კაკოია თაბაგარი არ ყავთ ჯერა დროებით